ეკონომისტების ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორის მზარდი კონტრიბუცია არაერთ კითხვას აჩენს, მათ შორის რეალურად რამდენად ინკლუზიური და მდგრადია IT სექტორის კომპანიების ბრუნვის შედეგად დაბუსტული ეკონომიკური ზრდა. ის დარგები, რომელიც ითვლება ახლა, რომ ამ ზრდაში მიიღეს მონაწილეობა, გამოყოფილი არის სტატისტიკის სამსახურიდან ICT, ანუ კომუნიკაციების და ტექნოლოგიების მიმართულება, სადაც ვიცით ჩვენ, რომ ისევ და ისევ გაიზარდა ომის წნეხის გამო, იმიტომ რომ პროფესიონალები უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთის მიერ რაღაცა ძიმე რეპრესიებიდან მათ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე დროებითი მიგრაციული ნაკადი შექმნა, რომელმაც რეალურად გაზარდა აქ ეს მოხმარება, შესაბამისად ჩვენს გვაქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრეფერენციები, რაც თუ შევხედავთ, რომ ბრუნვაში შეიძლება იზრდება, აისახება, მაგრამ რეალური მარგი ქმედების კოეფიციენტის გათვლისას, ანუ რა გვჭება ამ ბრუნვიდან, არის ძალიან დაბალი. ამასობაში კი კიდევ ერთმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ აზიის განვითარების ბანკმა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. ADB-ის განმარტებით წელს საქართველოში მოსაუგნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად სწორედ ICT სექტორის სწრაფ ზრდას უკავშირდება. მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება გარე რისკების და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების ფონზე. თუმცა პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით 2025 წლის აპრილის პროგნოზი ზრდის მიმართულებით განახლდა, ხოლო 2026 წლის პროგნოზი უცვლელი დარჩა. რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობა და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი სავაჭრო და ფინანსური დაუცველობა უარყოფით რისკებს ქმნის გლობალურმა ეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ და სავაჭრო სანქციებმა, ასევე რუსეთსა და სხვა სავაჭრო პარტნიორებში ზრდის შენელებამ შესაძლოა შეასუსტოს მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტზე, ხოლო მაღალმა გლობალურმა საპროცენტო განაკვეთებმა და ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობამ შესაძლოა შეამციროს ინვესტორების ინტერესი და კაპიტალის შემოდინება. ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც გაზარდა. დადებით ფაქტორებთან ერთად EBRD აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავ რისკად ნარჩუნდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, რაც ორგანიზაციის შეფასებით პირველ რიგში ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.